კაცობრიობის ისტორიაში ადამიანის მთავარი იარაღი ხო რა იყო მისი ფიზიკური ძალა იყო და მისი ინტელექტი. ადრე ვნახეთ რომ ეს ფიზიკური ძალა, ფიზიკური შრომა და ეს ყველაფერი შედარებით გამარტივდა სხვადასხვა ტექნიკებით შემოვიდა ტრაქტორი, ესეც მანქანები შემოვიყვანეთ სიტყვაზე და ეს ფიზიკური ძალა რაღაც დონეზე ჩავანაცვლეთ. შემდეგ უკვე გამოდის ახლა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ამბობს რომ მე უნდა გავხდე ადამიანივით ჭკვიანიო, ხო? და ამის მიზანიც ეგ არის, ანუ ფიზიკური ძალა ჩაგვინაცვლეს და უნდათ რომ ახლა ჩვენი ასე ვთქვათ გონება, ანუ აზროვნება ჩანაცვლდეს მაგ ყველაფრით. თუ ერთიც და მეორეც ჩანაცვლებადია, მაშინ მომავალში შენ ადამიანის როლს რაღაცში ხედავ? ძალიან საინტერესო შეკითხვაა და მნიშვნელოვანი საკითხია. მოკლედ, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ კაცობრიობის ისტორიაში ბევრჯერ მომხდარა შენც აღნიშნე ახლა რევოლუცია სერიოზული. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველა რევოლუცია რაც მომხდარა მიმართულებით, ყველაფერი უკავშირდებოდა ფიზიკური ტექნოლოგიების განვითარებას. უпростоრად ფიზიკურობასთან იყო კავშირში ყველაფერი. არც ერთი არ ყოფილა ღრმად დაკავშირებული თვით კომპიუტერიზაციაც კი ღრმად დაკავშირებული არ ყოფილა ასე ვთქვათ ადამიანის ინტელექტთან პირდაპირ პროპორციულად. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერიზაცია ყველაზე ახლოს იდგა ამასთან. ხელოვნური ინტელექტი ერთადერთი ახალი რევოლუცია, რომელიც ღრმად დაკავშირებულია ადამიანის კოგნიტურ, ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან. ანუ უპირებს ადამიანს, შე როგორც თქვი, რომ მე შემიძლია არა მარტო ჩაგანაცვლო იმაში, რომ ქარხანაში რაღაცა შევკერო და დაზგის სახით და შენ არ მოგიწიოს კერვა სახლში ან რაღაცა შენ სახელოსნოში, არამედ მე შემიძლია შენი გონებრივი შესაძლებლობებით ჩავანაცვლო. აქედან გამომდინარე არის ძალიან რთული თემა. ანუ ასეთი გამოცდილება ჩვენ არ გვქონია. პირველია კაცობრიობის ისტორიაში ასეთი გამოცდილება და შენ რა საფრთხეზეც მიანიშნე არის სრულიად ვალიდური ეგ საფრთხე. მანდ ჩემი აზრით ყველაფერი დადის მიშა შეხედულებაზე, როგორი შეხედულება გვაქვს ჩვენ ადამიანებისა და კაცობრიობის მიმართ. თუ გვაქვს შეხედულება იმისა, რომ კაცობრიობა ნებას დართავს, რომ მანდაც ჩაანაცვლოს, გამოსავალი არ რჩება სხვა, ხა რაღაცა სასწაული ვერ მოხდება. თუ კაცობრიობა მენტალურად ვერ გადალახა ეს, ვერ ჩამოაყალიბა სწორი პოზიცია, ჩემი აზრით რაც არის და ნება მისცა, რომ კი, შენ ოკეი ვარ და შენ შეგიძლია მე ინტელექტუალურადაც მთლიანად ჩამანაცვლო, ჩემი მოსაზრებით ამის იქით კაცობრიობის გზა ძალიან გრძელი აღარ არის. ანუ ვეღარ მიდის, იმიტომ რომ ფაქტობრივად შეუძლია გადააბაროს ყველაფერი. უბრალოდ მე რწმენის დონეზე არ მჯერა მაგას, მე მივხვდი? მე არ მჯერა, რომ კაცობრიობა ვერ გადალახოს მაგას და კაცობრიობა ვერ მიუჩენს ყველაფერს თავის სახელს ვერ დაარქმევს და თავის ადგილს ვერ მიუჩენს. მე ვფიქრობ, რომ კაცობრიობა უბრალოდ იტყვის ეგეთ რაღაცას, რომ აი შენ გარკვეულწილად ამ კოგნიტურ შესაძლებლობებს აიღებ შენს თავზე, ამ ფიზიკურ შესაძლებლობებს აიღებ შენს თავზე, რომელსაც გააკეთებ, მაგრამ ჩემი როლი არის ეს. ჩემი როლი არის საბოლოო გადაწყვეტილებების მიმღები და ჩემი ფუნქცია მოვალეობები არის ეს და თავის როლს დაიტოვებს. მე ამისი მჯერა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიცახი, თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ვიღებთ ნონსენს. ანუ კაცობრიობა ჩერდება მაშინ. ანუ განვითარებას ვეღარ ხედავ იმის იქით, თუ მთლიანად ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ან მანქანებს გადავაბარებთ 100%-ით ყველაფერს. გასაგებია. ისე შენი აზრი მაინტერესებს იცრაზე, ანუ რა უფრო სახიფათო არის, ანუ ბავშვებისთვის, ანუ AI-ის გარეშე გაზრდა თუ AI-სთან ერთად ყველაფრის გავლა, იმიტომ რომ აი მაგათაც წარმოიდგინე ბავშვი, რომელიც სიტყვაზე დაწყების კლასებშია რაღაცა და მათემატიკის მასწავლებელი მიცემს რაღაც ამოცანებს, რომ ესენი ივარჯიშეთ, რომ ტვინი გავარჯიშდეთ, ანუ ტვინი იყოს აქტიური, ხო ტვინის ხო ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც დონეზე ამოცანების ამოხსნა რაღაცების სწავლა, რომ სულ აქტიური იყოს და განვითარდეს და გაძლიერდეს და ლოგიკა ჩამოუყალიბდეს და ასე შემდეგ და თუ ბავშვი თავიდანვე დაიწყებს ხელოვნურ ინტელექტისთვის ყველაფრის ჩაგდებას და პირდაპირ მაგ ყველაფრის გამოყენებას, მაინტერესებს, კარგი არის, ცუდი არის და ბავშვი, ანუ მოკლედ ხელოვნურ ინტელექტთან ერთად უნდა გაიზარდოს თუ მის გარეშე. მესმის. ასე ვიტყოდი ამ შეკითხვაზე პასუხს, ყველაზე მარტივი არის ხოლმე გადაწყვეტილებების მიღება, როცა გვიწევს ორი არჩევანი მხოლოდ, ან საერთოდ უარი ვთქვათ რამეზე, ან მთლიანად ჩავერთოთ. აი ეს არის 2x2 4. ყველაზე მარტივია, ხო? ან მთლიანად ჩავერთვები, ან მთლიანად ვიტყვი უარს. რა არის ყველაზე რთული? ყველაზე რთული გადაწყვეტილება და სიტუაცია არის, როცა გვიწევს შუალეთი.
როცა გვიწევს ზედმეტი გონებრივი ანალიზი, რომ რა მომენტებში შეიძლება ვთქვათ უარი და რა მომენტებში შეიძლება დავეთანხმოთ. და კაცობრიობის პრობლემა არის ის, რომ ურჩევნია ხოლმე უკიდურესი გადაწყვეტილებები, ან ერთი, ან მეორე, ვიდრე ეს გონივრული მიდგომა ხოლმე, იმიტომ რომ ეს გონივრული მიდგომა მოითხოვს მეტ დროს, მეტ ადამიანის გამოთვლით რესურსს, ჩართულობას, მეტ ძალისხმევას, მეტ რესურსს სხვას ნებისმიერს. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არ არის საუკეთესო გამოსავალი, რომ საერთოდ არ გამოიყენოთ, უпроსწორად სისულელე გამოსავალი მგონია ეს ამბავი და არ არის გამოსავალი და ისეთ სისულელე გამოსავალი მგონია, რომ ყველაფერში 100%-ით გამოვიყენოთ და უბრალოდ ვაკოპიროთ. ყველაფერი დაგენერირებული და ყველაფერი მას გავაკეთებინოთ. შუალედი მგონია საუკეთესო გამოსავალი, როცა შეგვიძლია ჩვენ რომ ხელოვნურ ინტელექტს უბიძგოთ რაღაცების გენერაციისკენ, მაგრამ ჩავერთოთ ჩვენ ერთი-ორად იმის ანალიზისკენ, იმის ანალიზისთვის და ასე ვთქვათ, სწორი შეხედულება და მენტალიტეტი გქონდეს. აი ამ შაბლონურ სიტყვებს რო გავცდეთ ახლა, აი მაგალითს მოგიყვანთ და უფრო მეტად მიხვდებით რას გულისხმობ. რაღაცა საკითხი რომ მაინტერესებს, ხელოვნური ინტელექტის 3 სხვადასხვა მოდელი მაქვს ერთდროულად გახსნილი. ერთსა და იმავე შეკითხვას 3-4 მოდელს ვუსვამ. ChatGPT, Gemini, Perplexity, Grok-ი, Claude. შეიძლება 5 მოდელსაც ველაპარაკებოდ ერთდროულად. და 5-ვე მოდელისგან მიღებულ გენერაციას მიშა ვაანალიზებ ჩემს გონებაში, ვიმახსოვრებ და გამომყავს ჩემი შუალედური ან აზრი, ან ტექსტი, ან შეხედულება. მოდი სხვა მაგალითიც ავიღოთ. ფოტო ან ვიდეო გენერაცია როცა გვიწევს, ერთდროულად ვიყენებთ 10 სხვადასხვა მოდელს, რაღაცა ნაწილს ერთგან ვაგენერირებთ, მეორე ნაწილს მეორეგან, მესამე ნაწილს მესამეგან, ვაკორექტირებთ და 2 საათი ჩვენ შრომობთ კიდევ იმისი კორექტირებისთვის. და მაგამდე კიდე სანამ დავიწყებდეთ 1 საათი უბრალოდ ვფიქრობთ. ან უბრალოდ ChatGPT-ს ველაპარაკებით და კონცეფციას ვალაგებთ. ანუ მივხვდი და მეორე გზით არჩევანი გვაქვს შემდეგი რაღაცა, რომ უბრალოდ ერთი მოდელი ავიღოთ, რაღაცა დავაგენერიროთ და გამოვიტანოთ სამომხმარებლო დონეზე, ასე ვთქვათ, ყველასთვის, ან ჩვენი საკუთარი თავისთვის. ანუ ადამიანის არჩევანია, ხვდები, რომ რომელ გზას აირჩევს, იმ გზას, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გააძლიეროს და საქმე გამოიყენოს ბევრად უფრო მაღალი ხარისხის, თუ იმ გზას, რომ უბრალოდ დასჯერდეს, რასაც ხელოვნური ინტელექტი აძლევს. კაცობრიობისა და ადამიანის მენტალიტეტი ჩემი აზრით უნდა იყოს და ყველაზე ოპტიმალური ეს არის, რომ მოახდინოს შედეგის ოპტიმიზაცია. საბოლოო შედეგის ოპტიმიზაცია. და საბოლოო შედეგის ოპტიმიზაცია არ გამოდის მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის წვლილით. ხელოვნური ინტელექტი გაძლევს დრაფტს და შეიძლება უფრო მეტსაც, მაგრამ არა საბოლოო პროდუქტს. საბოლოო პროდუქტი მაღალი ხარისხის გამოდის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ჩართულობით, მისი ანალიზით, მისი დროის ხარჯვით, მისი გონებრივი შესაძლებლობების გამოყენებით. და აქედან გამომდინარე, მე მგონია საუკეთესო გამოსავალი, რომ ბავშვებს, რაც შორის მეც მიწევს ერთ-ერთ აკადემიაში სილაბუსის გაკეთება და ძალიან ბევრი გვიფიქრია ამაზე. და სილაბუსის დროს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ყოველთვის ხაზს უსვამთ იმას და აი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ისეთი დავალებები და ისეთი მაგალითები ჩავდოთ ხოლმე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას, რომელიც უბიძგებს მოზარდებს. ბავშვები 6 წლიდან დაწყებული 16 წლამდე გაგრძელებული ბავშვებიდან მოზარდებამდე, მოკლედ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფია, რომ ისეთი დავალებები მივცეთ, რომელიც უბიძგებს, რომ თვითონაც ჩაერთოს. ანუ მხოლოდ და მხოლოდ ის კი არა, რომ რაღაცა დააკოპიროს, არამედ თვითონ ჩაერთოს და მიიღოს ბევრად უკეთესი შედეგი. თავისი ანალიზი ჩართოს, თავისი ცოდნა, თავისი შეხედულებები, თავისი გამოცდილებები. აი, ერთსაც გეტყვი და დავასრულებ ამ შეკითხვაზე პასუხს. ძალიან მარტივი სკილია, რომ ხელოვნურ ინტელექტს რაღაცა დააგენერირო და გადმოიტანო. ეს აღარ არის გასაკვირი. შეიძლება წლების წინ იყო გასაკვირი, ვიღაცება რო არ იცოდნენ, მაგრამ ეს უმარტივესი სკილი ამით ვერავის ვერ გააოცებს. ეგ კი არა ფოტო და ვიდეო გენერაცია, ვიდეო რო დააგენერირო და გამოიტანო საჯაროდ. ესეც მარტივი სკილი გახდა უკვე.
აღარ ის ადრე გაუცებას იწევდა, ხვდები? და ეხლა გაუცებას არ იწევს. გაუცებას რა იწევს, იცი? ეხლა იდეურად მოფიქრებული რაღაცა. იდეურად დაგეგმილი რაღაცა და იდეურად გამოტანილი რაღაცა. მაგალითად, მე ძალიან მომწონს, არ ვიცი ვისია, შენ რამდენად შეგიმჩნევია, არ ვიცი, პატივისცემით, ვინც მოიფიქრა ეგ ამბავი, ეს ბოლო კვირები, ბოლო 1 თვე ნახევარი გავრცელდა ინტერნეტში, როცა ბიჭს აქვს გაკეთებული ან გოგოს, არ ვიცი, ან ჯგუფს, მოკლედ აღებული პატარა AI ვიდეოები აქვს გამოშვებული, სადაც ხელოვნური ინტელექტის ვიდეოა, ხელოვნური ინტელექტის ხმა, სხვადასხვა საიტზე აქვს გაკეთებული და არის წიგნებს. არ ვიცი, რამდენად შეგიმჩნევია დოსტოევსკიდან დაწყებული, ჯემალ ქარჩხაძემდე დამთავრებული. კი, Facebook-შიც, TikTok-შიც ძალიან აქტიურად გვხვდება რა. მოკლე ვიდეოებია, 1 წუთიანი, წუთნახევრიანი და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. აი ძალიან ბევრ ათას ნახვას აგროვებს. ხო და ეს რატომ მოიყვანა ხა ეს მაგალითი, იცი? ტექნიკური თვალსაზრისით ეს რთული არ არის. ანუ შრომას მოითხოვს, ასე ვთქვათ, საჭიროა ჩართულობა, მაგრამ გაკეთებადია. მაგრამ საჭირო ადამიანის ჩართულობა, რომ მოიგონოს, მოიფიქროს, ასე ვთქვათ, დაგეგმოს, აღასრულოს, გადააბას ერთმანეთში და ეს ყველაფერი გამოვიდა საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, კარგი და წარმატებული პროექტი. რასთან შედარებით ეხლა შენ მკითხავ? რასთან შედარებით და მე გიპასუხებ ასეთ რაღაცას. შანსი არაა, რომ არ იცოდე. ზაფხულში გავრცელებული ბებოების სულელური ვიდეოები მთელი TikTok-ი და მთელი Facebook, რომელიც კი 1-2 სასაცილო იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მოგწონდა ეგ პროექტი? ხო, რაღაც სისულელე იყო. აბსოლუტური სიბეცი. და უბრალოდ შეადარე ახლა ეს პროექტი მაგას, ხო? ანუ აბსოლუტურად სხვა თემა. აი ერთიც უაზრო აღფრთოვანება იყო მაშინ რომ რაღაცა ვიდეოები გამოვიდა. როგორ გააკეთეს და რაღაცა ეგ იყო უფრო მან. კი, ოკეი, მაგრამ იცი რა რაღაცა მომენტში მორალურობამდე მივდიოდით იქ, რომ ანუ პირველი შეურაცხყოფა იყო ფიზიკურად, ანუ ბებოებმა რა დაგვიშავეს. პირველი ეგ და მეორე, TikTok-ი ჩვეულებრივად გაუზრდელდა, TikTok-ზე შესვლა აღარ მინდოდა. ანუ ჩვეულებრივად ყველა მეორე ვიდეოში ხდებოდა გინება, უწმაწური სიტყვები, ოკეი, კაია, რომ ახალი ტექნოლოგია გამოვიდა და ოკეი, მაგამდე მე ვიცოდი როგორ გამეკეთებინა ეგ ვიდეო, მაგრამ ანუ ეგ კარგია საზოგადოებისთვის, აი გეკითხები.